პავლე მოციქულის წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მე-12. ხოლო სულიერთა მათთვის მან ვარავნებას უმეცრება ითქვენი. უწყით რამე თუ ვიდრე იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უხმოთა ვითარ იგი შეუდექით, მიმოყვანებული იყვენით. ამისთვის გაუწყებთ თქვენ რამე თუ არავინ სულით ღვთისაით აიტყოდის და თქვას შეჩვენებულ იესო და არავის ხელწიფების თქმად უფალი იესო, გარდა სულითა წმინდითა, ხოლო განყოფანი მადლთანი არიან და იგივე სული არს და განყოფანი მსახურებათანი არიან და იგივე თავადი უფალა არს და განყოფანი შეწევნათანი არიან და იგი თავადი ღმერთი არს, რომელიც შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის, ხოლო თითოეულსა ჩვენსა მიცემულ არს გამოცხადება იგი სულისაი უმჯობესისათვის, რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყვაი სიბრძნისაი, ხოლო სხვასა სიტყვაი მეცნიერებისაი მithვე სულითა და სხვასა სარწმუნოებაი მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაი მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინასწარმეტყველებაი, რომელსამე განკითხვაი სულთაი და სხვასა თესლადი ენათაი და სხვასა თარგმანება ენათაი, ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად კაცსა, ვითარცა ჰნებავს. ვითარცა იგი გვამი ერთ არს და მრავალი ასოებ აქოს და ყოველი იგი ასოები ერთი სამის გვამისაი მრავალღა თუ არს, ერთ გვამვე არს, ეგრეთცა ქრისტე. რამე თუ ერთითა სულითა ჩვენ ყოველთა ერთი სამიმართ გვამისა ნათელ ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა და ყოველთავი ერთი სამიმართ სულისა გვისვამს და რამე თუ გვამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. უკეთ თუ თქვას ფერხმან ვინაიდან არა ვარ ხელ, არა ვარ მის გვამისაგანი, ამისგან მე არა არსა მის გვამისაგანი? ანუ თუ თქვას ყურმან რამე თუ არა ვარ თვალ, არა ვარ მის გვამისაგანი, ნუ ამისთვის არა არსა მის გვამისაგანი? უკეთ თუ ყოველი გვამი თვალ იყოს, სადა არის სასმენელი? უკეთ თუ ყოველი სასმენელი იყოს, სადა არიან საყნოსელნი? აწესე და ღმერთმან დაასხნა ასონი იგი თითოეულად გვამსა მაშინა ვითარცა ინება, ხოლო უკეთ თუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გვამი იგი, ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გვამი. ხოლო ვერ ხელწიფების თვალსა ვითარმედ რქვა ხელსა არა მიხმე შენ, ანუ კვალად თავსა ფერხთა ვითარმედ არა მიხმთ თქვენ. ანამედ უფრო იზღა უმეტეს, რომელი იგი საგონებელ არს, ასოი გვამისა იმის უძლურესად, იგი უსახმარეს არს. და რომელიცასაც გონებთ უპატიო, ყოფად გვამისაგან, ამათ პატივსა უმეტეს მივცემთ და უშვერს ამას ჩვენს და შვენიერებაი უმეტესი აქვს, ხოლო შვენიერს ამას ჩვენს არარა იხუმს. არამედ ღმერთმა შეზავა გვამი იგი და ნაკლულს ამას უმეტესი მისცა პატივი, რაითა არა იყოს წვალებაი ხორცთა მაშინა, არამედ მასვე ურთიერთისათვის ზრუნვიდნენ ასონი იგი. და თუ ევნებინ რა ერთსა ასოსა, მისთანა ელმინ ყოველთა ასოთა და თუ იდიდებინ ერთი ასოი, მისთანა იდიდებიედ ყოველნი ასონი, თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი. და რომელნიმე დაადგინა ღმერთმან ეკლესიათა, პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი, მესამედ მოძღვარნი, მერმედ ძალნი, მაშინდღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღვწოლანი, თესლადი ენათაი, ნუ ყოველნი მოციქული იყვნენა, ნუ ყოველნი წინასწარმეტყველ, ნუ ყოველნი მოძღვარ, ნუ ყოველნი ძალ, ნუ ყოველთა მადლი აქონდა კურნებათაი, ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან, ნუ ყოველნი გამოსთაგმანებდნენ, ხოლო ბაძებდით მადლთა მათ უფრო ისთა და მერმე აღმატებული გზა იგიჩვენო თქვენ.